ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, როგორიცაა იაპონია ან სამხრეთ კორეა, სამოგზაურო გეგმის წარდგენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიზის მოპოვების პროცესში. ამ ვიდეოში გასწავლი, როგორ დაწეროს სამოგზაურო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი ვიზის დამტკიცების შანსს. დაიწყეთ ძირითადი ინფორმაციით. აუცილებლად მიუთითე მოგზაურობის ზუსტი თარიღები. ჩამოთვალე ყველა ქალაქი და ადგილი, რომლის მონახულებასაც აპირებ. მიუთითე თუ რა სახის ტრანსპორტს გამოიყენებ თითოეული ადგილზე გადასადგილებლად. დეტალურად აღწერე ყოველი დღე. დაწერე სად აპირებ დარჩენას. მიუთითე სასტუმროს მისამართი და ჯავშნის დეტალები. ჩამოთვალე მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომელთა მონახულებასაც გეგმავ. მიუთითე ამ ადგილების მისამართები, სამუშაო საათები, მიუთითე თუ რა აქტივობებში აპირებ მონაწილეობას, დაურთე ბილეთების ან ჯავშნის დეტალები. თუ აპირებ სხვა ქალაქებში გადასვლას, მიუთითე მატარებლის, ავტობუსის ან თვითმფრინავის განრიგი და ბილეთების ჯავშნის დეტალები. თუ აპირებ მანქანის დაქირავებას, მიუთითე გამქირავებელი კომპანიის სახელი და ჯავშნის დეტალები. გირჩევ, რომ დამატებით მოიძიო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი დეტალები ყველა იმ ადგილის შესახებ, რომლის მონახულებასაც აპირებ. ამასთან ერთად დარწმუნდი, რომ შენი გეგმა ლოგიკური და რეალისტურია. იცადე მიუთითო კონკრეტული დეტალები და მოერიდო ზოგად ფრაზებს. ამგვარად, შენ შეძლებს შეადგინო დეტალური და კარგად ორგანიზებული სამოგზაურო გეგმა, რომელიც კონსულს დაარწმუნებს, რომ შენი მოგზაურობა კარგად არის გააზრებული და რაც დადებითად იმოქმედებს შენს სავიზო პროცესზე. წარმატებულ მოგზაურობას გისურვებ!